დილა მშვიდობისა მეგობრებო ყველას და დადგა ის დრო, როცა უნდა განვიხილოთ და გავარკვიოთ რგვალია თუ ბრტყელი დედამიწა. უკვე მე რამდენი წელია ამ საკითხს განიხილავს ინტერნეტ სივრცე, მათ შორის მეცნიერებიც და მათ შორის მოყვარულებიც. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციები საერთო წერილებშიც მოგვეცემა, ანუ მოგვეწოდება და ასევე ზღაპრებში, მითოლოგიებში და ასე შემდეგ. თუმცა მეცნიერება დღესდღეობით იმდენად განვითარებულია, რომ მან უკვე დაინახა, რომ დედამიწა მრგვალია და აი ამ საკითხებს ხაზს უსვავს მთლიანად და ამბობს, რომ ეს არის ყველაფერი სისულელე, რაც წერილებში არის დაწერილი, ჩვენ დავინახეთ, რომ დედამიწა მრგვალია. მოდი ხა გავარკვიოთ, რომელია მართალი, მეცნიერება თუ წერილები. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემს მეუღლესთან ყოველთვის კონფლიქტი მომდის და ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან რთულად მისაღები არის კაცობრიობისთვის და ის ჩარჩო, რომელშიც ჩვენ ჩაგვსვეს მეცნიერებმა, რომ აი ეს მრგვალია, აუცილებლად მრგვალია, როგორც კი ამ საკითხს სხვაგვარად განიხილავ, ადამიანში აგრესიას იწვევს და თავს ანებებს აი ამ ადამიანთან საუბარს, იმიტომ რომ მის შესაძლებლობას აღემატება და მის კომპეტენციას აღემატება ამ საკითხზე საუბარი ნებისმიერი ადამიანის, იმიტომ რომ არც ერთ ადამიანს არ დაგვინახავს დედამიწა მაღლიდან და ვერც ერთ ადამიანს ვერ ძალგვიც ის, რომ თქვათ, რომ დედამიწა მრგვალია ან ბრტყელია. ახლა გავარკვიოთ ერთი რამ. თუ კი მოსაზრება არსებობს ის, რომ დედამიწა მრგვალია და ჩვენ მივიღეთ ეს საკითხი, ჩვეულებრივად მეცნიერების მიერ, რატომ არ უნდა განვიხილოთ ის თემა, როგორც წერია წერილებში, რომ დედამიწა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება ამბობს მრგვალია, წერილები გვამცნობენ სულ სხვა რამეს და ამასაც ენოქის წიგნიდან მეგობრებო ვიცნობ, თუ რას წერს ენოქი პლანეტებსა და დედამიწას მთვარესა და მზეზე. ამას ამოვიკითხავთ, მე-13 ნაწილშია ეს 72 თავში. მაგრამ სანამ ამას ამოვიკითხავთ, თუ რას წერს ენოქი ამასთან დაკავშირებით, დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელია, მთვარე მრგვალია თუ ბრტყელია, დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო თუ პირიქით, ეს ძალიან საინტერესო თემაა ჩემთვის. თუმცა ამას ძალიან დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, ხა დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელია, მე ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ რადგან ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი ამ საკითხთან დაკავშირებით, მოდი ესეც განვიხილოთ რა, მომეცა ამის სურვილი დღეს და განვიხილოთ პარემ. ჩემთვის მე თუ მკითხავთ, სანამ ავხსნიდე და სანამ გამოვიძიებდეთ, მე თუ მკითხავთ, წინასწარ მინდა შეგამზადოთ, რომ ჩემთვის დედამიწა მრგვალიც არის და ბრტყელიც არის. ანუ ორივე არის, იმიტომ რომ ორივე არსებობს ასტრალში. ადამიანის გონება არის ასტრალი. ადამიანის გონებაში თუ კი არსებობს ბრტყელი დედამიწა, მაშინ ის არსებობს უკვე ასტრალში. და ადამიანის გონებაში თუ კი არსებობს მრგვალი დედამიწა, მაშინ ისიც არსებობს და ორივე არსებობს ფაქტიურად. მაგრამ რეალურად ვნახოთ რა ხდება. ესე იგი მე-13 ნაწილი, წიგნი, ასტრონომიული წიგნი, ციური სხეულთა მოძრაობის წიგნი, ენოქის წიგნი მეგობრებო, რომელიც ვთარგმნე გერმანულიდან ქართულში. წიგნი ცის მნათობთა ბრუნვის შესახებ, თუ როგორ მოძრაობს თითოეული მათგანი, მათი კლასების მიხედვით, მათი წესის მიხედვით და მათი დროების მიხედვით, მათი სახელებისა და წარმოშობის ადგილებისა და მათი თვეების მიხედვით. მიხედვით, რომლებიც მათმა მმართველმა წმინდა ანგელოზმა ურიელმა, რომელიც ჩემთან ერთად იყო მაჩვენა და სრულად ამიღწერა, თუ როგორ მოძრაობენ სამყაროს ყველა წელიწადს და საუკუნეებში იქამდე, სანამ ახალი წესრიგი, რომელიც მარადიულად გაგრძელდება, არ შეიქმნება. ამბობს ენოქი. გვითხრობს ენოქი რა, თავის წერილებში.
ესე იგი ურიელი არის ამის შემქმნელი. და აი ნათობთა პირველი კანონი. მზე ამოდის ცის აღმოსავლეთ კარიბჭეში და ჩადის ზეცის დასავლეთ კარიბჭეში. და ვხედავთ 6 კარიბჭეს, საიდანაც მზე ამოდის და 6 კარიბჭეს, სადაც მზე ჩადის, მთვარეც ამოდის და ჩადის იმ კარიბჭეებში და ვარსკვლავებიც მმართველები მათთან ერთად ერთ ადგილას ამოდიან და ჩადიან. 6 აღმოსავლეთში და 6 დასავლეთში. ერთმანეთის მიყოლებით და ზუსტი თანამიმდევრობით ასევე ბევრი ფანჯარა ჩანს, გასავთ, მარჯვნივ და მარცხნივ ამ კარიბჭეებიდან. და უპირველეს ყოვლისა ჯერ გამოდის დიდი მნათობი, რომელსაც მზე ჰქვია. მისი პერიფერია გარშემოწერილობა, ესე იგი, ცის პერიფერიას გავს და სავსეა ცეცხლით, რომელიც ანათებს და ათბობს. ეტლებს, რომელ ეტლებშიც ის ადის, ქარი ამოძრავებს და ცის კაბადიდან ნელ-ნელა ჩასვლით ქრება და ჩრდილოეთით ბრუნდება, რათა შემდეგ ის აღმოსავლეთით მივიდეს და ასე მოძრაობს, სანამ აღმოსავლეთის კარიბჭესთან მივა და ანათებს ცაზე. ასე ამგვარად მოძრაობს პირველ თვეში დიდ კარიბჭეში, ანუ მეოთხე კარიბჭის გავლით, იმ 6 აღმოსავლეთის კარიბჭეთა შორის და იმ მეოთხე კარიბჭეში, საიდანაც მზე ამოდის პირველ თვეში, იღება 12 სარკმლის ღიობი, საიდანაც, როცა ისინი იხსნება თავის დროზე, მათგან გამოდის ალი. როცა მზე ცაზე ამოვა, ის 30 დილის განმავლობაში მეოთხე კარიბჭიდან გამოდის, ხოლო ჩადის ზუსტად მეოთხე კარიბჭის მოპირდაპირედ ცის დასავლეთით. და ამ პერიოდში დღითი დღე უფრო გრძელი ხდება, ღამე კი ყოველღამე მცირდება 30 დილამდე. და იმ დღეს დღე ორჯერ უფრო გრძელია, ვიდრე ღამე. და დღე კი ზუსტად 10 ნაწილისაგან შედგება, ღამე კი 8 ნაწილისაგან. და მთაზე ამოდის იმ მეოთხე კარიბჭიდან და ჩადის მეოთხე კარიბჭეში და ბრუნდება მეხუთე კარიბჭეში, აღმოსავლეთით 30 დილის მანძილზე და აქედან ამოსული ჩადის მეხუთე კარიბჭეში. მაშინ დღე 2 ნაწილად გრძელდება და 11 ნაწილისაგან შედგება. ღამე კი უფრო მოკლდება და 7 ნაწილისაგან შედგება. და მზე ბრუნდება აღმოსავლეთით და შედის მე-6 კარიბჭეში, ამოდის და ჩადის მე-6 კარიბჭეში, 31 დღის მანძილზე, მისი ნიშნის გამო. და იმ დღეს დღე იქნება ღამეზე ორჯერ გრძელი, კერძოდ დღე იყოფა 12 ნაწილად, ღამე კი უფრო მოკლეა და იყოფა 6 ნაწილად. და მზე ამოდის ისე, რომ დღე იყოს მოკლე და ღამე უფრო გრძელი და მზე ბრუნდება აღმოსავლეთით და შედის მე-6 კარიბჭეში და ამოდის იქედან და ჩადის 30 დილის განმავლობაში. 30 დილის შემდეგ დღე მცირდება ზუსტად 1 ნაწილით და შეადგენს 11 ნაწილს და ღამე შეადგენს 7 ნაწილს და მზე გამოდის დასავლეთით. იმ მე-6 კარიბჭიდან და ჩადის აღმოსავლეთით და 30 დილის განმავლობაში ამოდის მე-5 კარიბჭიდან და ისევ ჩადის დასავლეთით მე-5 დასავლეთ კარიბჭეში. იმ დღეს შემცირდება 2 ნაწილი და შეადგენს 10 ნაწილს, ხოლო ღამე შეადგენს 8 ნაწილს და მზე გამოდის იმ მე-5 კარიბჭიდან და ჩადის დასავლეთით მე-5 კარიბჭეში და ამოდის მე-4 კარიბჭეში. მისი ნიშნის გამო 31 დილის მანძილზე და ჩადის დასავლეთში.
იმ დღეს დღეს ღამე უტოლდება და ისინი თანაბრად გრძელი ხდება. ღამეც 9 ნაწილი იქნება და დღეც 9 ნაწილი. 9-სთან მივედით თანთან. და მზე ამოდის იმ კარიბჭიდან და ჩადის დასავლეთით, ბრუნდება აღმოსავლეთში და 30 დილა ამოდის მესამე კარიბჭეში და ჩადის დასავლეთით მესამე კარიბჭეში. და იმ დღეს ღამე დღე გრძელი იქნება 30 დილამდე და დღე ყოველდღიურად 30 დღემდე მცირდება და ღამე ხდება ზუსტად 10 ნაწილი და დღე ხდება 8 ნაწილი. სად დაიმახსოვრა ამდენი, მაგრამ დაიმახსოვრა როგორც ჩანს. და მზე ამოდის მესამე კარიბჭიდან და ჩადის მესამე კარიბჭეში დასავლეთით, ბრუნდება აღმოსავლეთით და ამოდის აღმოსავლეთის მეორე კარიბჭეში. კარიბჭეში 30 დღის უпростоრად დილის განმავლობაში და ჩადის ასევე მზეცის 60-ის, ანუ ზეცის 60-ის უწოდებს თან რა, დასავლეთით მეორე კარიბჭეში. და იმ დღეს ღამე 11 ნაწილად იყოფა, დღე კი 7 ნაწილად. და მზე ამოდის იმ დღეს მეორე კარიბჭიდან და ჩადის დასავლეთით მეორე კარიბჭეში და ბრუნდება აღმოსავლეთით პირველ კარიბჭესთან 30 დღის მანძილზე და დგას დასავლეთში პირველ კარიბჭესთან. და იმ დღეს ღამე დღეზე ორჯერ მეტი ხდება და შეიცავს დღის ნაწილების ორმაგ რაოდენობას. ღამე შეიცავს ზუსტად 12 ნაწილს და დღეს 6 ნაწილს და დღე 6 ნაწილს. ამით მზემ გაიარა დაასრულა მისი რეისი, ანუ რკალი რეისი და კვლავ გადადის რეისიდან და შედის იმ პირველ კარიბჭეში 30 დღის განმავლობაში და ასევე ჩადის დასავლეთით მის მოპირდაპირედ. და იმ დღეს ღამე მცირდება ხანგრძლივობით 1 ნაწილით და შეადგენს 11 ნაწილს, დღე კი 7 ნაწილს და მზე ბრუნდება და შედის აღმოსავლეთის მეორე კარიბჭეში და ბრუნდება იმ სადგურის მონაკვეთზე, სადაც გზა, ანუ ხაზი 30 დღის განმავლობაში ამომავალ ჩამავალია. და იმ დღის ღამე მცირდება, ასე რომ ღამე 10 ნაწილისაგან შედგება, დღე კი 8 ნაწილი. აი, საინტერესო, ახლა ღამე და დღე როგორი იყოფა ნაწილისაგან, ხო? ნაწილებად დაყო ამან. და იმ დღეს მზე ამოდის იმ მეორე კარიბჭედან და ჩადის დასავლეთში, შემდეგ ბრუნდება აღმოსავლეთში და ამოდის მესამე კარიბჭეში 30-31 დილის მანძილზე და ჩადის ცის დასავლეთით. ასე შემდეგ, მეგობრებო, და ბოლოს ამბობს ისეთ რამეს რა, და ასეთია კანონი მზის მოძრაობა, თუ რამდენჯერ ბრუნდება უკან, 60 ჯერ ბრუნდება მზე უკან და ამოდის ცაზე, კერძოდ დიდი მარადიული მნათობი, რომელსაც მარადიულად მზე ეწოდება და ის რაც ამაღლდება არის დიდი მნათობი, როგორც მას მისი გარეგნობისამებრ უწოდებენ უფლის ბრძანებით და ამგვარად ამოდის და ჩადის, არც იკლებს და არც ისვენებს. ანუ თურმე დასვენება არის, როცა არ ამოდის, დასვენება. არამედ დღე და ღამე მოძრაობს ეტლში და 7 ჯერ უფრო კაშკაშაა ვიდრე მთვარე, მაგრამ ზომით ორივე ერთი ზომისაო. გესმით? მთვარეც და მზეც ზომით ერთი და იგივე ზომისაო, ამბობს ენოქი. ოღონდ მისი კაშკაშობა არის 7 ჯერ უფრო კაშკაშა. ხვდებით ახლა რას ამბობს ენოქი? ჩვენ გვეუბნება ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც პრინციპში მეცნიერებს ხაზს უსვავს მათ გამოკვლევებზე და ასე. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მზე იმხელა, რომ ვერ წარმოიდგინეთ, არა და გვეუბნება მთვარე და მზე ერთი ზომისაა. გესმით? ოღონდ ერთი კაშკაშაა და მეორე არაო. უფრო ნაკლებათო. კარგი, გავიგეთ ახლა ენოქის წიგნის თანახმად, მზე და მთვარე არის ერთი ზომის და ისინი ერთად ამოდიან, ჩადიან და მოძრაობენ და იყოფენ, ესე იგი, მათ საქმეებს. ეხლა გადავედით მე-14 ნაწილზე
და ამ კანონის შემდეგ ვიხილე სხვა კანონი პატარა მნათობთან დაკავშირებით, რომელსაც მთვარე ჰქვია. გადავედით მთვარეზე. მისი გარშემოწერილობა ცის გარშემოწერილობას გავს და მის ეტლს, რომელითაც ის მოძრაობს, ქარი ამოძრავებს. ანუ ქარი ამოძრავებს ორივეს, გესმით? და არა ის მიზიდულობის ძალა და რაღაცეებიო. ენოქი წერს, რომ ქარი ამოძრავებსო. ეხლა მე არ ვიძახი იმას, რომ ენოქი რასაც წერს, ის არის კანონზომიერება, მაგრამ ხო შეიძლება რომ განვიხილოთ ესეც არა? თუ კი მეცნიერებს უჯერებთ, მოდი ენოქიც განვიხილოთ, იქნებ საინტერესო რაღაცას ამბობს. ესე იგი, ქარი ამოძრავებს მთვარესაც და მზეს და გარკვეული ზომების მიხედვით ეძლევა მას სინათლე. ყოველდღიურად იცვლება მისი ამოსვლა და ჩასვლა. მისი დღეები მზის დღეებს გავს და როცა მისი შუქი ივსება, სისრულეში მოდის. მზის შუქი მეშვიდედია და ასე ამოდის. ანუ ესე იგი, როცა მისი შუქი ივსება, მზის შუქი მეშვიდედი ხდება. ანუ 7 ჯერ უფრო მეტად ხო ანათებს მზე. ხო და თან ახლა ნახე უნაწილებს მთვარეს როგორც ჩანს თავის მნათობობას, რომ ის მეშვიდედად ანათებს და მთვარე კი სრულდება. ანუ სრულიად ანათებს. და მისი დასაწყისი აღმოსავლეთიდან 30 დილას ჩნდება. იმ დღეს გამოჩნდება და ეს თქვენთვის მთვარის დასაწყის ნიშნავს, როცა 30 დილას მზესთან ერთად იგივე კარიბჭეში მოძრაობს, სადაც მზე ამოდის. და ამ დროს მისი 1/2 სინათლე მისი სრული სიდიდის 1/7 ტოლია, ხოლო მთელი წრე ცარიელია უსინათლოდ, ბნელია. გარდა მისი 1/7-ის, რომელიც 14 სინათლედ იყოფა. და როცა ის მეშვიდედ ნაწილს მისი სინათლიდან იღებს, მისი სინათლე შეადგენს მეშვიდედს და 7 ნაწილს და მის ნახევარს. მზესთან ერთად ჩადის და როცა მზე ამოდის, მასთან ერთად ამოდის მთვარე და ნათელ ნაწილს იღებს. ნახევრად ანათებს, ესე იგი. და იმ ღამეს დილის დასაწყისში მის პირველ დღეს მთვარეზე მზესთან ერთად ჩადის და უხილავი ხდება თავისი 7 და 7 ნაწილით. ანუ 7 + 7 14-ია, ხო? ანუ თავისივე 14 ნაწილით და მისი ნახევრით. და იმ დღეს ის ზუსტად მე-7 ნაწილით გამოჩნდება. ამოვა და მზის ამოსვლას განერიდება და მის დარჩენილ დღეებს 7 და 7 ნაწილს გაანათებს, ანუ 14 ნაწილს გაანათებს. მოკლედ აღწერილია მე 74 თავშიც მისი სხვა სვლა და კანონი მაშინ ვიხილე, როცა მისი კანონიერი ყოველდღიური მოძრაობის შესრულება ვიხილე და წმიდა ანგელოზმა ურიელმა, რომელიც ამ ყველა მნათობთან წინამძღვრად მსახურობს, მაჩვენა ყველაფერი და მე ჩავიწერე მათი მთვარის ყველა პოზიციები, როგორც მან მაჩვენა და ავღწერე მათი თვეები, როგორც არის და მისი სინათლის გამოჩენა მხოლოდ 15 დღის განმავლობაში ანათებს. მისი დაცალკევებული მე-7 მთელ თავის ნათებას აღმოსავლეთში აფენს და ცალკეულ მე-7-ში მთელ სიბნელეს დასავლეთში და ზოგიერთ თვეში ის ცვლის მის ჩასვლის ჩვეულ გზას და გარკვეულ თვეებში მოძრაობს სპეციალური მზის კურსით და მეორეში ჩადის მთვარე მზესთან ერთად იმ ორ შუა კარიბჭეში, მესამე კარიბჭეში და მეოთხე კარიბჭეში. აი ეხლა მეგობრებო, ესენი უნდა დავხაზოთ რა. ეხლა კი, კითხულობთ, მაგრამ არაფერი არ გესმის. თუ სურად ხატონად არ დავხაზეთ, ხო? ვერაფერს ვერ გავიგებთ და ამისათვის კიდე ვერ მოვიცალე. ასე ხსნის და მე რას ამბობს იცით, რომ და 1000-თა თვალთა ლიდერები, რომლებიც მთელ ქმნილებებს და ყველა ვარსკვლავებს მართავენ, არიან ასევე იმ 4 დღის მსახურნი, რომელიც დღეების პოზიციაც არ იცვლება მთელი წლის განმავლობაში და რომელიც არ იანგარიშება წლიური გამოთვლაში და მათ გამოცდებიან მასში დაანგარიშებული ადამიანები, რადგან
უფროსზე დაანგარიშებაში ადამიანები, რადგან ეს მნათობები ემსახურებიან რეალურად მსოფლიო სამყაროს სადგურებს. 1 პირველში, 1 მესამეში, 1 მეოთხეში და 1 მეექვსე კარიბჭეში და სამყაროს მოძრაობის სიზუსტე ყოველთვის მთავრდება 364 სადგურის გავლით. რადგან, 364 დღე არის, მეგობრებო, წელიწადში გვეუბნება ენოქი. რადგან ნიშნები და დროები, წლები და დღეები მე ანგელოზმა ურიელმა მაჩვენა, რომელიც მარადიულმა დიდების უფალმა დაადგინა ცის ყველა მნათობის მმართველად, როგორც ზეცაში, ისე სამყაროში, იმისათვის, რომ მასთან ერთად მართოს ზეცის ზედაპირზე და გამოჩნდეს დედამიწის ზურგზე და გახდეს მმართველი დღესა და ღამის, კერძოდ მზიის, მთვარის და ვარსკვლავების და მთელი მსახურების, რომლებიც ტრიალებენ ზეცის ყველა ეტლში. ასევე ნება მომცა ურიელმა იმ 12 კარის ხრელი მეხილა, საიდანაც მზე ეტლების დისკო იშლება. მზის ეტლების დისკო იშლება ცაზე და მზის სხივები იფრქვევა და მათგან სითბო გამოედინება დედამიწაზე, როდესაც ისინი იხსნება დანიშნულ დროს. დანიშნულ დროს იხსნება რაღაცა კარიბჭეები, საიდანაც სითბო გამოედინება, მეგობრებო, მზე კი არ გვაწვდის სითბოს. ენოქის წიგნის მიხედვით კარიბჭეები იხსნება და იქიდან შემოედინება სითბოები. ასევე არსებობს იგივე ღობეები ქარებისა და ნამის სულებისთვის, როცა ისინი იხსნებიან ხოლმე ცის კიდეებზე, გაშლილად მდგომნი. ვიხილე 12 კარიბჭე ზეცაში დედამიწის კიდეებზე, საიდანაც გამოდიან აღმოსავლეთი და დასავლეთით მზე, მთვარე, ვარსკვლავები და ზეცის ყველა ქმნილება და მრავალი სარკმლის ღიობია მისგან მარცხნივ და მარჯვნივ და ერთი მათგანიდან თავის დროზე გამოდის სიცხე. იმ კარიბჭეების მიხედვით, საიდანაც ვარსკვლავები გამოდიან მის მიერ მიცემული ბრძანების მიხედვით და სადაც ისინი ჩადიან მათი რაოდენობის მიხედვით. და ვიხილე ეტლები ცაზე, რომ როგორ შქარობდნენ, დარბოდნენ, ესე იგი, ისინი სამყაროში იმ ჭიშკრის ზემოთ და ქვემოთ, რომელნიც ბრუნავდნენ იმ ვარსკვლავების გარშემო, რომელი ვარსკვლავების არასდროს ჩასულან. ერთი კი ყველა მათგანზე დიდი და მთელ სამყაროს უვლის გარს. ერთი ვარსკვლავი მთელ სამყაროს უვლის გარს, მეგობრებო. მზეზე კი არა აქვს საუბარი ამას. ერთი ვარსკვლავი უვლის მთელ სამყაროს გარს. ეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის ცისკრის ვარსკვლავი. მე ესე ვფიქრობ. და დედამიწის კიდეებზე ვიხილე ყველა ქარისთვის განკუთვნილი 12 ღია კარიბჭე, საიდანაც ქარები გამოდიან და უბერავენ დედამიწას. 3 მათგანი ღიაა ზეცის პირისპირ აღმოსავლეთით და 3 დაღმავალი მზის ჩასვლისას და 3 ზეცის მარჯვენა მხარეს და 3 მარცხენა მხარეს. და პირველი 3 არის აღმოსავლეთით და 3 ჩრდილოეთით და 3 მარცხნივ სამხრეთით მოპირდაპირედ და 3 დასავლეთით. მათგან 4-ის მეშვეობით მოკრიან კურთხევისა და კეთილდღეობის ქარები და აქ ქარებზეა უკვე საუბარი. მზის სახელები ასეთია. გადავიდეთ 78-ზე. პირველია ორიარესი, მეორე თომას, ხოლო მთვარეს 4 სახელი აქვს. ესე იგი მზეს 2 სახელი აქვს. ორიარესი და თომას. მთვარეს კი 4 სახელი აქვს. პირველი აზონია, მეორე ებლა, მესამე ბენაზე და მეოთხე ერაე. ესენია მთვარის სახელები. ეს ორივე დიდი მნათობია, მათი გარშემოწელილობა ზეცის მსგავსია და სიდიდით ორივე თანაბარია კიდევ იმეორებს. მზის წრეში არის მე-7 სინათლე, რომელიც მთვარეს ავსებს და ეს განსაზღვრული მასა იქამდე მიეწოდება, ვიდრე მზის მე-7 ნაწილი არ ამოიწურება და ისინი შედიან ქვემო და დასავლეთის კარიბჭეში და წრიულად ევლებიან ჩრდილოეთით, ხოლო აღმოსავლეთის კარიბჭით გამოდიან ცის ზედაპირზე. ესენი ენოქის წიგნის მიხედვით მთვარე და მზე დედამიწას უვლიან გარშემო.
და არა პირიქით რა. ანუ ეხლა მე შეიძლება ძალიან მე თვითონ რა როდესაც ამ ციკლს ვთარგმნიდი, იმხელა ცნობიერი შემოვიდა ჩემში, რომ იცი რა დავაიგნორე ეს საკითხი, იმიტომ რომ მე მჯერა ენოქის, რასაც ამბობს, მე მჯერა ის, რომ ის საუბრობდა მართლაც ანგელოზებთან, მერე დაცემულები იყვნენ ისინი თუ ამაღლებულები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საუბრობს ურიელზე, ურიელი არ არის დაცემული ანგელოზი. ურიელი მეგობრებო, რომელიც ასწავლის ენოქს და ენოქი იწერს ამას, ხო? მე მაშინ უნდა ვიყო, რადგან მე ვარ სპირიტუალური, ანუ სულიერი ვარ, მე მაშინ უნდა ვიყო ურიელის ურჩი, რომ წავიდე ენოქის სიტყვის საწინააღმდეგოდ. მართლა გეუბნები რა. და უნდა ვიყო მეცნიერებზე დამოკიდებული. და არაერთხელ გაგვაცრუეს ჩვენ მეცნიერებმა და გვითხრეს ძალიან ბევრი რაღაცა მცდარად და მერე გადმოატრიალეს, რომ უი, ხო, თურმე ესე არ ყოფილა. ამიტომ ენოქს მე ჯერ არ გაუცრუები ვარ და ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ხო, მე ენოქის სიტყვის მჯერა. მაგრამ მეცნიერების სიტყვის მე არ მჯერა, იმიტომ რომ არაერთი და 100 შეცდომა დაუშვეს მეცნიერებმა. აქედან გამომდინარე, მე გამოვიდან ჩემს აზრს და მოგიყვებით. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ მოვყევით ამის შესახებ, რომ ნიბირუელებმა ის ტიამატი, რომელიც თავიდან ყველაფრის წარმომშობი იყო, ის პლანეტა დიდი და უსაშველო, წყლით სავსე, დაამსხვრიეს, ხო? ჩვენ ვიცით, რომ დაამსხვრიეს იმათმა და ბოლოს გაიშალა ეს ტიამატი და ერთ-ერთი მისი ნაფლეთიდან წარმოიშვა დედამიწა. აი, ნახეთ ეხლა ეს ნაფლეთი შეიძლება იყოს მრგვალი, შეიძლება იყოს იმ ფორმის, რომელი ფორმითაც სუზემო სურათია და შეიძლება კიდევაც იყოს ნახევარდისკო. არ ვიცით, ნაფლეთი არის ნაფლეთი, მეგობრებო რა. მაგრამ ამ ნაფლეთმა შეინარჩუნა რაღაცა პოზიცია, ის არ გადმოყირავდა, არ გადაყირავდა, რაღაცა პოზიცია შეინარჩუნა და წარმოქმნა რაღაცა თავისი სივრცე. ხო? სადაც შემდეგ ჩამოდიან ისევ და ისევ ნიბირუელები და აი ამ პლანეტაზე, რომელიც ნაფლეთია იმ დიდი უსაშველო პლანეტისა, რომელიც ყველა სიცოცხლე მისგან გამოდის და რომელსაც დედა პლანეტა ეწოდება, ხო? ტიამატი ეწოდება. ისევ და ისევ მის ამ ნაფლეთზე დაჯდებიან, ნახავენ, რომ ამ ნაფლეთზე არის ოქრო და ამასაც ბურღავენ და ბურღავენ, მაგის დედავატირე რა. წარმოქმნიან რაღაცა მთვარეს, ნიბირუელები, ეს ნიბირუელების მითოლოგიის მიხედვით, უბრალოდ შუმერული მითოლოგიის მიხედვით ნიბირუელები წარმოქმნიან ამ მთვარეს, რომლის მიხედვითაც ისინი აკვირდებიან, კი არ აკვირდებიან, აკონტროლებენ დროს. დროს, როგორ იცით, აი ზუსტად ამ კარიბჭეების მიხედვით, რაზეც ენოქი საუბრობს რა. მე არ მჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია. ლამზირა, არ მჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია. მე მჯერა რისი იცით, რომ არსებობს რაღაცა ადგილი, რომელ ადგილსაც ეპოტინება მთელი ეს სამყარო. აი მაგალითად ეს ნიბირუელები ჩამოდიან, უცხო პლანეტებს უწოდებთ ჩვენ, მაგრამ იმათმა მოგვიტანეს ცივილიზაცია ჩვენ და იმათმა გაგვრყვნეს, ესე რომ ვთქვა, აი აქ ენოქის წიგნშიც ეგ არის მოცემული, რომ გაგვრყვნეს რა. ყველანაირად გაგვრყვნეს. მათ ეწოდებოდათ ანგელოზები, თუმცა ანგელოზებმა გაგვრყვნეს და მე რა ხდება, ნახეთ, აი ეხლა მე დაგიპოსტავთ, მოდი რომ ვნახოთ რა არის ტიამატი რა. აი ტიამატი მითოლოგიაში არის აი ამგვარად ასახული. სურათ ხატოვნად რა, სურათ ხატოვნად ტიამატს აქვს აი ესეთი ფორმა. ამას ასევე დრაკონების იმასაც უწოდებენ, პლანეტასაც უწოდებენ და აქ 5 ელემენტი არის. 5 ელემენტი. ცეცხლი, ქარი, წყალი, მიწა, ჰაერი, ერთი წუთი, ჰაერი, მიწა, წყალი, ცეცხლი და მეხუთე ელემენტი ამათი არ ვიცი რა არის. მაგრამ იცით რა არის? ჩვენ მარტო 4 ელემენტისგან არ შევდგებით კაცობრიობა რა.
ჩვენს იქით, აი 4 ელემენტის გარდა კიდევ არსებობს უამრავი ელემენტები, რომელიც ჯერ არ მოგვიხსნია, არ მიგვიხსევია. ერთ-ერთი არის კვინტესენციას ეძახიან ეს ესენი რა ქვია, ეზოთერები. კვინტესენცია არის ის, რაც გამოქმედებს, ანუ ჩვენი სიტყვით რო ვთქვათ, სიყვარული ვთქვათ. ერთ-ერთი ელემენტი სიყვარულია. და ამის იქით იმხელა კიდევ სხვა ფენომენებია, რომ ჩვენ ჯერ ამაში არ გავთვითცნობიერებულ ვართ. იცით რატო არ გავთვითცნობიერებულ ვართ? იმიტომ რომ ჩვენ დრო არ მოგცეს ამისთვის. ჩვენ რო დავჯდეთ, აი კაცობრიობის მეცნიერულად დამტკიცა ეს, რომ კაცობრიობის მოდგმა, დღევანდელი მოდგმა ემოციის მხოლოდ რამდენიმე სახეს გაარჩევს მხოლოდ რა. ესენი არიან მოწყენილობა, სიხარული, სიყვარული და ასე შემდეგ. რამდენიმე ათეულიც კი არა, რამდენიმე 10-მდე ემოცია ვიცით და ვიცნობთ, მაგრამ ამ ემოციებს შორის რომ კიდევ ემოციები განსხვავდება ერთმანეთისგან, იმისთვის ჯერ სახელი არ დაგვირქმევია, იმიტომ რომ არ გვიფიქრია მასზე. იმიტომ რომ არ ჩავსულ ვართ ჩვენში, შინაგანში, რასაც ქრისტე გვავალებს რა. ჩვენ შინაგანში რო ჩავიდეთ და ამოვიცნოთ, აი სიყვარული, ხო? მარტო ეს მივაწერთ სიყვარულია, როცა კაც ქალი უყვარს, სიყვარულია. აი იმ სიყვარულში კიდე რამდენი 1000 გვარი სიყვარული არსებობს? ამას დაყოფა აღარ აქვს. ამაზე აღარ გვიფიქრია, იმიტომ რომ ჩვენს ძალებს აღემატება. იმიტომ აღემატება ჩვენს ძალებს, რომ ჩვენ გაგვრყვნეს მეთქი გითხარით თვითონ დაცემულმა ანგელოზებმა და თავიანთ მონებად დაგვიყენეს. და დღესაც მონაზვნებს უწოდებენ თავიანთ მონებს. მონაზღვენები არიან ისინი, ვინც თავიანთ თქვენ გონიათ, რომ მონაზვნები ღმერთისთვის, ცაბაოთისთვის მოქმედებენ და იღწვიან? ესე დააჯერეს მათ, მაგრამ ისინი იცი ვისთვის იბრძვიან? აეხლავე დაგიპოსტავთ, ვისთვის იღწვიან. აეხლავე გეტყვით ვისთვის იღწვიან ეგენი. აი ამ ღმერთისთვის. ეს ღმერთი კიდე იცით ვინ არის? აი ამ ღმერთისთვის. და ეს ღმერთი იცით ვინ არის? ეხლავე გაჩვენებთ. აი ეს ღმერთი არის ეს. ეს ღმერთი არის ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, სოფიას ქმნილება. ანუ სიბრძნის ქმნილება. ლომის თავით, გველის კუდით და ენა გადმოგდებული. მას ეწოდება იალდაბაოთი, მეორენაირად მას ეწოდება იახვე. კიდევ სხვანაირად ეწოდება მას შაბაოთ და კიდევ სხვანაირად ეწოდება, რა ვიცი, 50 სახელი აქვს, მე მგონი მაგას. 10 სახელი სულ ცოტა. ეს ღმერთი არ არის ცუდი ღმერთი, მეგობრებო. თავისი ქმნილება, აი სოფიას ქმნილება, ესეთი როგორიც ვთქვათ, დაცემული სიბნელის წარმომადგენელი ღმერთი, რომელსაც დღეს მთელი ლიტურგიები ეძღვნება, ხო? ეს ღმერთი არის სოფიას ქმნილება. ის არის დემურგი, რომელმაც შექმნა ფიზიკური სამყარო. და შემდეგ აი ამ ფიზიკურ სამყაროში გამოკეტა ადამიანი. ადამიანის ენერგია, სული, ანუ ენერგია რა. ახლა ნახეთ რა ხდება აქ. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს არის მრისხანე ღმერთი. ეს არის ღმერთი, რომელიც მოითხოვს შესაწირს, იმიტომ რომ თვითონ ნაკლებად აქვს ენერგია. რადგან ენერგია ნაკლებად აქვს, ის მისივე ქმნილებებისგან, რადგან მისი ქმნილებები ვართ, მოითხოვს აი ამ ენერგიას. იმიტომ რომ აი როგორი მშობელია, იცით? არსებობენ დღესაც მშობლები თავის შვილს, როგორ თავის საკუთრებად რომ თვლიან და ამბობენ, რომ აი მე გაგაჩინე და შენ რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთო და შენ ჩემი ხარ და მე რასაც მინდა იმას გიზავ. აი ესეთი ღმერთი არის იალდაბაოთი. მაგრამ მასე უფრო მაღალი ღმერთები არსებობენ, მაგალითად, აეხლავე გეტყვი, აეხლავე დაგიპოსტავთ. აი ეს.
მასზე უფრო მაღალი ღმერთები არსებობენ, რომელიც არის ტიამატი. აი, ტიამატი არის ასეთი სახით აღწერილი დღევანდელ კაცობრიობაში. რატომ გაუკეთეს ამ ტიამატს რქები მე არ ვიცი, რქები რატომ გაუკეთეს არ ვიცი. მაგრამ დაახლოებით წარმომიდგენია, შემიძლია ავხსნა რატომ გაუკეთა იალდაბაოთმა აი ამ ქმნილებას რქები. იმიტომ რომ ესე იგი, ესეც ტიამატია. აი, ესეც ტიამატია. ქალი ღვთაება, რომელიც დღეს ესე ძალიან დაჩაგრული ყავს დღევანდელ პატრიარქატს, ოდითგანვე იყო დამალული, აი როგორც შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანს წვავდნენ, ყრიდნენ და მაინც ვერ გააქრეს, ისი არის ტიამატიც, ანუ სოფიას ერთ-ერთი სახე. რატომ არ უყვარს იალდაბაოთს სოფია? უпроსწორედ ეს ქალღმერთი ტიამატი, რატო გადაეკიდა თავის დედას, რატო გაუბურღა, მთლიანად რატო დაუშალა ის ჰარმონია, რაც ჰქონდა, იცით? იმიტომ რომ როდესაც სოფიამ იალდაბაოთი შექმნა, იალდაბაოთი იმდენად მომთხოვნი რაღაც აღმოჩნდა და იმდენად ჯიუტი შვილი აღმოჩნდა, რომ სოფიამ ეს ყურადღება ვერ მისცა მას. ამიტომ იალდაბაოთმა ის შერაცხა რქებიანად, ანუ გაუბრაზა დედამ. დედამ ისე გაბრაზებულია მოკლედ რა და დედამის ებრძვის დღემდე. არა და დედამის იცი რა შეუძლია რომ მის ქმნილებას, რომელიდანაც სრულიად სინათლე რომ არის პირველ ქმნილი სინათლე და რისგანაც გამოდის ყველა სიტყვა და ყველაფერი გამოედინება ღმერთი, რომელიც არის ყოვლად თვითმკმარი, ხო? სოფიას შეუძლია უბრალოდ ითხოვოს, რომ გაანადგურეთ ეს ჩემი ქმნილება აღარ მინდა და მაშინვე განადგურდება ეს მისი ქმნილება და დაასრულებს მის არსებობას. მაგრამ არა. სოფია არის იგივე ამ შემთხვევაში ქალღმერთი, რომელიც არ ანადგურებს თავის ქმნილებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმნილება არის საშინელება. იცით რა პოზიციაშია, მეგობრებო, ტიამატი, იგივე სოფია? ასეთ პოზიციაშია, აი წარმოიდგინეთ, რომ ქალს გაუჩნდა შვილი და ეს შვილი არის ხეიბარი, მოჯუჯღუნებს, სულ დედამის ეჩხუბება, სულ რაღაც სინათლე ვერ შედის მასში, ის და ეხლა ადგეს ეს ქალი და ეს თავისი ქმნილება მოკლას. კარგი დედა იქნება? ხო არ იქნება კარგი დედა. ასეთ პოზიციაშია სოფია. ჭირვეული რაღაცა შექმნა, სინათლეს მოკლებული, მაგრამ არ ანადგურებს. ის ცდილობს, რომ ამაში შეიტანოს სინათლე, ანუ მუშაობს მასზე, ძალისხმევას იღებს და ეს თავისი ქმნილება ანადგურებს და ანადგურებს ამ დედამის, ანადგურებს, აქრობს. ისევ აღმოცენდება სოფია, ისევ მოვა ჩვენთან, ისევ დაიწყებს. აი მაგალითად წერილებში, ესე იგი კათოლიკური ეკლესიის წერილებში არის ესეთი ისტორიები, რომ სოფიას შესახებ ძალიან ბევრი ისი წერება თეოლოგიც და მათ შორის სასულიერო პირიც და ისინი საუბრობენ ასეთ რაღაცა, ესმით ქალის ხმა. აი ეს ქალის ხმა აწერინებს მათ რაღაცას, რომელიც ესე იგი ერთი და იგივეს ამბობს ეს სოფია, ერთი და იგივე ხმას ჩურჩურებს ყველას და არსებობს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც პირდაპირ აი თავისი პროფესიიდან დილით გაიღვიძა და დაიწყო წერა. ვიღაცა ქალის ხმამ ჩურჩულებს, ხო? ჩურჩულებს და დაიწყო წერა და წერს მთელი ერთი წიგნი დაწერა. და რომ გადაამოწმეს ეს წიგნი მერე, ხო? აღმოჩნდა რომ სიტყვა სიტყვით იმ ნაწერებში, რომელი ნაწერებიც დალუქული აქვს და არ გამოაქვთ დედამიწის ზურგზე, იმიტომ რომ ეშინიათ ამ ნაწერების, სიტყვა სიტყვით ემთხვეოდა იმ ნაწერებს, რომელიც დალუქული აქვს. ეს რომელიც უკანა. ესე იგი, სოფია არის რაღაცა ძალა, რომელიც ისევ და ისევ აღდგება ადამიანში.
ადამიანში მიდის, ადამიანს ეუბნება, ადამიანში სინათლე შეაქვს. აი მაგალითად არსებობდა ერთ-ერთი ქალბატონი მონაზონი ჰილდეგარდი მაინც სხვადასხვა მაინცში ცხოვრობდა, სადაც მე ვსწავლობდი. იქ ოღონდ ეს იყო რომელი საუკუნე, აი თამარის შუა საუკუნეები იყო. სადაც ქალბატონმა აი ამ მონაზონმა, ხო? ესე იგი, სცენარეების არსებობის შესახებ დაწერა გამოცხადებით, სინათლე შემოვიდა მასში, ამბობს, რომ სინათლე გამომეცხადა და მიკარნახა და წერდა, ესე იგი, ის გახდა მკურნალი გახდა პატიოსანი ქვებით, სცენარეებით და რაღა აღარ გააკეთა, მთელი მონასტერი ააშენა და даже ისიც მოიპოვა, რომ გამოეყო ეკლესიას, ანუ ნებართვით, პაპსის ნებართვით, გამოეყო ეკლესიას და თავისი მონასტერი, ქალთა მონასტერი დააარსა. იმხელა სინათლე იყო მასში და ეს ქალბატონი წერს, რომ ანუ ის ხმა კარნახობდა, რომელი ხმაც მას მისდიოდა ზეციდან და რაღაცა სხვა ენაზე ელაპარაკებოდა და ამ ენაზე ასწავლა მან ეს მნიშვნელობები და მოკლედ ეს რა არის ახლა რა ფენომენია რა დედაშვილს შორის ჭიდილია რა მოკლედ ერთი სიტყვით ისევ დედაშვილს მივადექით რა ეს იალდაბაოთი რომელსაც ჩვენ ცაბაოთს ვუწოდებთ ხო აი ეგ ჩამოვწიოთ აი ცაბაოთი კერდა ისა დემურგს ვუწოდებთ რომელმაც შექმნა სამყარო და აი მოკლედ ღმერთია რომელსაც ქრისტე მამას არ უწოდებს და ეუბნება რომ ამ იაღვეველებს კი არა და იუდეველებს იგივე იაღვეელები არიან იუდეველები იმიტომ რომ იახვეს წარმომადგენლები არიან ეგენი ეს იახვე დემურგია ეუბნება პირდაპირ ამ რაბებს რომ თქვენი მამა მრუშია და მკვლელია ჩემი მამა კი არავის არ უნახავს და ვის ამ ხელს ამ დროს ქრისტე სწორედ ამ დემურგს მაგრამ ქრისტე არ ამბობს რომ მოკალით ეგ დემურგი და გაანადგურეთ. ქრისტე ანუ ნახე სოფია და ქრისტე არის თითქმის ერთი და იგივე ცნობიერი რა მხრივ იცით რომ განადგურებისკენ არ მოდიან, არ მოუწოდებენ. არ ეუბნებიან რომ გაანადგურე, მოკალი, ცუდია, მოკალი. აი დემურგი კი ეს იახვე მოუწოდებს განადგურებისთვის. იქ 200 ღრმას გაწყვიტავს, იქ მთელ ერს გაწყვიტავს, იქ ოღონდაც ვიღაცა მოსეს წარმომადგენლები გადაარჩინოს. აი, აბსურდია, ხო? თავისი ქმნილებებს ისე წირავს, როგორც პანტაპუნდით რა და თანაც თავის ქმნილებებს სთხოვს, რომ შემომწირეთ ხარები, შემომწირეთ სისხლის სუნი მიყვარს. ანუ ეგრე წერია, რომ სისხლის სუნი უყვარს, დამწვარი ხორცის სუნი უყვარს, იმიტომ არის, რომ შესაწირებს აგერ დღესაც აკეთებენ და ხან ჩახოხბილს აკეთებენ, უკაცრავად ხაშლამას და ხან რას არ აკეთებენ, მერე იმ შეწირული ცხრებით და ხბოებით. ასე რომ ჩემო კარგებო, ჩვენ მოკლედ ენოქი რომელს ელაპარაკებოდა და მე პირდაპირ გეტყვით რომ აი ამ დემურგს ელაპარაკებოდა ენოქი ამ დემურგის მაღლა ვერ ასულა ენოქი ენოქი არ წამსდგარა ქრისტეს მამის წინაშე ქრისტეს მამის წინაშე როგორც წაკითხული მაქვს არის მხოლოდ გაბრიელი მიქაელიც კი ვერ არის ქრისტეს მამის წინაშე გვერდით ვერ დგას ქრისტეს გარდა გაბრიელი დგას მის გვერდით. მთავარ ანგელოზი გაბრიელი. წირვის ლიტურგიაზე მღვდელი ცაბაოთი უფალს ახსენებს. ხო და მაგას ეუბნება რომ აი ეს ცაბაოთი არის ზუსტად ეს ღმერთი. აი ეს არის ეს ცაბაოთი. მოკლედ არსებობს მოსაზრება რომ ცაბაოთი და დემურგი სხვადასხვაა, მაგრამ ეხლა მე რომ დავარეშერშე ვინ არის ეს ცაბაოთი, საერთოდ მაგის ფოტოები არ დევს, მაგრამ მივაგენი ერთ რამეს რა. ცაბაოთს შაბაოთს ეძახიან, შაბაოთ.
ებრაელების არის და უკვე დავასკვენი რომ ერთი და იგივეები არიან. ანუ თუ შაბაოთს ეძახიან, ხო და დღეს საბაოთს ვამბობთ. შაბათ დღეს რას გეუბნება? უნდა მიუძღო მაგას, ხო? იგივე დემურგია. მოითხოვს რომ აი შემომწირეთ, გესმის? და მაგას რაღაც უნდა მედილაპარაკი თუ ახსენებს თან საბაოთს, შაბაოთს არის ებრაული არ ვიცი რა. ეს ხალხი მართლა ძალიან სიბნელეშია და აი სოფია არის ეს. იმიტომ აკრობს სოფიას. იმიტომ დღეს მაინც გამოვიდა ეს წერილები. იცით რა, მოსაზრება არსებობს ესეთი რომ მაგდალინელი იყო სოფიას რეინკარნაცია. ან მაგდალინელში გამოვლინდა სოფია. და ამიტომ მაგდალინელის დამუშავებებს დღემდე არ გვაწვდიან. ხედა ხუთი თავი მოაკლეს. ვითომ რაღაცა მოგვაწოდეს, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია და სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იწყება, ისინი ამოგლიჯეს, ვითომ დაკარგულია. ხო და ეშინიათ სოფიაში, მაგრამ როგორც უკვე გითხარით რა, არსებობს სოფია, რომელიც ყველაში შედის. თუ კი ის მიმღებია სინათლეს, შედის და ეუბნება მას ინფორმაციებს. ჩემის აზრით ერთ-ერთი იყო თამარ მეფე, რომელშიც პირდაპირ სოფია გამოვლინდა. და ამიტომაც გაბრწყინების ხანა დაიწყო და ისევ ამ შაბაოთმა ჩააქვესკნელა მისი სინათლე. ესე აქვესკნელებს მეგობრებო რა, აქვესკნელებს და ეხლა უკვე მე რას ვფიქრობ, იცით? აი თვითონ სოფიაც დაიღალა რა. სოფიაც დაიღალა და თავის შვილს ეუბნება რა, ან გამოსწორდები, ან კიდე უკვე დავიღალე და ჩაგაქვესკნელებ რა. შენ თვითონვე ჩაიქვესკნელებ შენს თავს. მაგრამ იცი რა, მე ვფიქრობ რომ მაინც ეს შაბაოთი გამოსწორდა, იმიტომ რომ ჩვენ გავმართეთ ქოროსის თვალი. ქოროსის თვალის გამართვა, მეგობრებო, ეს ადვილი საქმე არ არის და არც უბრალო საქმე არ არის. გაიმართა, იქ მატრიცა გაიმართა, რაც დემურგმა დაარღვია, ის სოფიამ გამართა და მორჩა. ამას აღარ უნდა მეტი საუბარი რა. ეს ჩვენ თვალწინ მოხდა თვალნათლივ. ეხლა უბრალოდ დრო არის, საჭირო რომ დროში, ანუ ფიზიკურ დროში გადმოვიდეს ეს ასტრალური და მენტალური ცვლილება. ასე რომ, ჩემო კარგებო, მე ვფიქრობ რა, რომ მე ვფიქრობ რომ არის ესეთი რამ. დედამიწა არის ამ ფორმის. აქვს რაღაც ფორმა, რომელიც არის ნაფლეთი აი ამ ტიამატისა, რომელიც დაშალა ნიბირუელმა ანმა. და ნიბირუელმა ანმა რო დაშალა, ან იმ მთვარის ღმერთიაო ხო ვამბობთ, ხო? და წარმოქმნა მერე მთვარე. ისევ და ისევ ამ ნაწილზე რო დააჯდა და მოქმედებს ამის საკონტროლებლად. და შაბათ დღეს, ანუ ეგეც ანშიც ეგრე არის, რომ 6 დღე მუშაობენ და შაბათ დღეს ითვლიან უკვე რამდენი ოქრო მოიპოვეს დედამიწაზე. აი ამ შაბათ დღეს ესე ითვლიან რა, ანუ ნახეთ როგორ პირდაპირ აისახება ერთმანეთში? ვაჭრობა? ვაჭარი, ვინ არის? იუდეველი არის ვაჭარი, ხო? ძალიან უყვარს ფული, იუდას ძალიან უყვარს ფული. რატო უყვარს თუ იცით იუდას ძალიან ფული? იმიტომ რომ მის გენშია ეგ. ის ვერ გადათქვავს მას. მაშინ თავისი გენური ინფორმაცია უნდა შეცვალოს იუდამ. თუ მის გენური ინფორმაციას შეცვლის, მაშინ ქრისტეს შეუერთდება და ამიტომ მეუბნება ქრისტე რომ შენ ბევრი შრომა მოგიწევს. ქალდეველები უფრო ადვილად მიაღწევენ ამას, მაგრამ შენ იუდეველი ხარ, შენ ბევრი შრომა მოგიწევს იუდა. შენ შეგიძლია შეხვიდე სასუფეველში, გამართო შენი გენი, შეხვიდე ცანში, მაგრამ ბევრი შრომა მოგიწევს. იმიტომ რომ განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო გენის გასამართავად. ეგრე არ არის დაჯდე და ვიღაცამ რაღაცა გაგიკეთოს და ეგ გაიმართოს. შენ თვითონ უნდა იმუშაო მაგაზე. გონიერი, უგონიერესი ადამიანები არიან ებრაელები, მაგრამ ეს სისუსტე აქვთ რა, რომ ძალაუფლება და ის უყვართ ფული.
და ამაში ყიდიან ყველაფერს ნებისმიერი ადამიანის გაყიდვა შეუძლიათ, და დაჟე თავისი შვილის გაყიდვაც შეუძლიათ ამის სანაცვლოდ. ენოქის წიგნში ასევე წერია, რომ მერვე წელზე არის მთვარისა და მზის ციკლის დასრულება და იწყება ახალი ციკლი. და მითხრა მან 91 თავზე გადავხდი და მითხრა მან ენოქ დააკვირდი ზეციურ დაფების ხელწერას და წაიკითხე რა წერია მათზე და შენ თვითონ აღნიშნე ცალკე ყველაფერი და მე გამოვიკვლიე ყველაფერი ზეციური დაფებზე ვკითხულობდი ყველაფერს რაც მათზე იყო დაწერილი და ვიმახსოვრებდი ყველაფერს წავიკითხე წიგნი და ყველაფერი და რაც ეწერა მასზე ადამიანთა ყველა საქმე და ყველა ხორცით დაბადებულთა ვინც დედამიწაზეა და ვინც იქნება თვით უცნობის სქესის წარმომადგენელთა ანუ უცნობის სქესიც დაინახა გაიგეთ და ამის შემდეგ მე მაშინვე ვადიდებდი უფალს დიდების მარადიულ მეფეს რადგან მან შექმნა სამყაროს ყველა საქმე და ვადიდებდი უფალს მისი მოთმინებისთვის და აკურთხა იგი სამყაროს შვილებისთვის ანუ ნახე ეს პირდაპირ გვეუბნება რომ ცაბაოთს ესაუბრება რა მან შექმნა ყველაფერიო და ცაბაოთმა არ შექმნა ყველაფერი მეგობრებო იმ სინათლემ რომლისგანაც ყველაფერი გამოვლინდა იმან შექმნა და იმ დროს მე ვთქვი ნეტა რა არის კაცი რომელი მოკვდება როგორც მართალი და კეთილი ადამიანი რომელიც შესახებაც არავითარი უსამართლობა არ დაწერილა და ვის მიმართაც დანაშაული არ ყოფილა იმ სამმა წმინდანმა მომიყვანა მიწაზე და დამაყენეს ჩემი სახლის კარის წინ და მითხრეს უთხარი შენს ვაჟს მეთუშალას ყველაფერი და აჩვენე ყველა შენს შვილს რომ არც ერთი მოკვდავი არ არის მართალი უფლის წინაშე არამედ ის არის მათი შექმნილი ერთი წლის ისევ და ისევ ამტკიცებს თავის ის არის მათი შექმნილი მე რა არის მათი შექმნილი რა გინდა მისთვის შექმენი რომ შენ მართო ერთი წლით დაგტოვებთ შენს შვილებთან სანამ კვლავ არ გაძლიერდები რათა ასწავლო შენ შვილებს დაწერო და დაბეჭდო მათთვის ყველა შენი შვილისთვის და მომავალ წელს მათი გარემოცვიდან გამოგიყვანენ დამშვიდდი რადგან კეთილი აღადგენს კეთილს სიმართლეს მართალნი გაიხარებენ მართალთან ერთად და კეთილგანწყობილნი იქნებიან ერთმანეთის მიმართ მაგრამ ცოდვილნი ცოდვილთან ერთად მოკვდება განდგომილნი კი განდგომილთან ერთად დაიღუპება და ვინც სამართალს იცავს ადამიანთა საქმეების გამო შეეწირებიან და ბოროტთა საქმეების გამო გაერთიანდებიან ხედავ და ვინც სამართალს იცავს ადამიანთა საქმეების გამო შეეწირებიანო და ბოროტთა საქმეების გამო გაერთიანდებიანო და ამ დღეებში მათ შეწყვიტეს ჩვენთან საუბარი და მე მოვედი ჩემს სახლში ვადიდებდი სამყაროთა უფალს. აქაც შეწირვაზეა, ნახე, ეს ეუბნება რომ შეეწირებიანო და რატო უნდა შეეწირონ, ბიჭო, რა იყო, თუ ღმერთი ხარ, ჩამოდი და მოაგვარე საკითხი, რა შეწირვებზეა საკითხი, ხო? რა გინდათ ვაფშე რა? ახლა კი შვილო მეთუშალა ეს ყველაფერი რასაც გეუბნები დავწერ შენთვის ყველაფერი გაგიცხადე და ყველაფერის შესახებ გაგიწერე წერილი ასე რომ შვილო მეთუშალა გაუფრთხილდი მამა შენის წმინდა წერილებს ხელნაწერებს და გადაეცი ისინი მომავალ თაობებს სიბრძნე მოგეცი შენ და შენ შვილებს და შენს შვილიშვილებს რომლებიც კიდევ დაიბადებიან რათა მათ გადასცენ თავიანთ შვილებს თაობიდან თაობამდე ეს არის ეს სიბრძნე რომელიც აღემატება მათ აზრებს და ვინც ამას გაიგებს არ დაიძინებს არამედ ყურთ მოусმენენ ამ სიბრძნის სწავლებას და გემრიელ საჭმელზე უკეთ ამათ მოისმენენ ამის მოსმენა გაახარებს მათ ვინც მისგან შეჭამს ნეტარ არიან ყველა მართალნი ნეტარ არიან ყველა ვინც სიმართლის გზაზე დადიან და არას ცოდავენ ცოდვილთა მსგავსად მთელი მათი დღეების განმავლობაში ვინც მზეცაში ტრიალებს კარიბჭეებიდან 30 დღის განმავლობაში შედის და გამოდის 1000-ზე მეტი ვარსკვლავთა წესრიგის მმართველით იმ 4-თან ერთად შეკრებით რომლებიც დამატებულია იმისათვის რომ წელიწადი 4-ად დაყონ
რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ და მასთან ერთად ემატება 4 დღე. და მათ გამო ადამიანები დაუშვებენ შეცდომებს და არ ჩათვლიან მათ მთელი ქვეყნიერების მოძრაობის გამოთვლაში. პირიქით, ადამიანები დაუშვებენ ხშირად შეცდომებს და ზუსტად ვერ ამოიცნობენ მათ. აი, რაღაცა 4 დღე ემატება, რომელსაც ვერ გაიგებენ ადამიანებიო და დაუშვებენ შეცდომებსო რა. რადგან ისინი დამატებითი დღეები ეკუთვნიან წლიურ აღრიცხვას და ჭეშმარიტად ჩაწერილი არიან მასში, სამუდამოდ. აჰა. ერთი პირველ კარიბჭეში და ერთი მესამეში, ერთი მეოთხეში და ერთი მეექვსეში და წელიწადი სრულდება 364 დღით. ხედავთ მეგობრებო? ესე იგი 364 დღე აქვს წელიწადს და 4 დამატებითი დღე, რომელიც უნდა აღიწეროს და ალბათ იზეიმოს რაღაცა დღეებს შორის, რომელიც ახლა აღარ ვიცით და დავკარგეთ და შეიძლება აღდგეს. და ჩანაწერი ამის ანუ წილის მე შესახებ სწორედ და ზუსტია თუ როგორ ხდება მისი გამოანგარიშება, რადგან მნათობები და თვეები, დღესასწაულები, წლები და დღეები მაჩვენა და შთამაგონა ურიელმა, ზეცის განმგებელმა, რომელსაც უბრძანა მთელ ქმნილებების უფალმა, ჩემს გამო ზეცის მასპინძელთან დაკავშირებით. რომელსაც აქვს ძალაუფლება დღეზე და ღამეზე ზეცაში, რათა კაცობრიობის გულისთვის სინათლე აანთოს ციურ სხეულებზე, მზეზე, მთვარეზე, ვარსკვლავებზე და ცის ყველა ძალზე, რომლებიც ბრუნავენ წრიულად. და ეს არის ვარსკვლავები, წესრიგი, რომლებიც მოძრაობენ თავიანთ დროზე, თავიანთ ადგილზე, დღესასწაულებსა და თვეების მანძილზე. და ესენი არიან მათი მმართველების სახელები, რომლებიც ფხიზლად იცავენ მათთვის დანიშნულ დროს, ხელმძღვანელობას, ვარსკვლავებს, მათი დროის განკარგულებებს, მათ ვადებს, თვეებს, მმართველობის დროს და მათ ადგილებს. საინტერესოა რა, მე გრძელდება უფრო დავიღალე ახლა კითხვით, თუმცა აღარ დაგვრჩენია ბევრი. უპირველეს ყოვლისა, მისი 4 წინამძღოლი, რომლებიც გამოყოფენ 4 სეზონს, შემდეგ ჩნდება შემდეგი 12 მეგზური ტაქსიარქები, ესე უწოდეს ტაქსიარქები, რომლებიც ამყარებენ წესრიგს, რომლებიც ყოფენ თვეებსა და წელიწადებს 364 დღედ. 1000-და მმართველნი, რომლებიც ყოველ დღეებს და 4 გარდამავალი დღის განმავლობაში ისინი მმართველობენ, რომლებიც გამოყოფენ წლის 4 ნაწილს და ყოველი 1000 თავთან ერთი მათ შორის ჯდება წინამძღვარსა და დაქვემდებარებულს შორის, რომელსაც მათი მეგზურები ანაწილებენ. და ესენი არიან მმართველების სახელები, რომლებიც წესრიგიდან გამოყოფენ 4 სეზონს. მელკეელი, მკელის დრო, აქაც ქართულს მივადექით, ელემელექი და მელელიალი და ნარელი. მელელიალი. საინტერესო სახელია ეს. და მათი სახელები, ვისაც ისინი ხელმძღვანელობენ, არიან ადნარელი, იასუსელ და იჯელუმიელი. ეს სამი მიჰყვება წესრიგის მეთაურებს, ორდენების მეგზურებს და ერთი მიჰყვება ამ სამს, წესრიგის მთავარს, ორდენების მეგზურს, რომლებიც მიჰყვებიან იმ უფროსებს, ტოპარქებს, რომლებიც გამოყოფენ 4 წელიწადის დროს. წლის დასაწყისში პირველი ამოდის და მეფობს მელექელი, რომელსაც თამაანი და მზე ჰქვია. და მისი მეფობის მთელი პერიოდი, რომლის დროსაც ის მეფობს, 91 დღეა. და ეს არიან დღეების ის ნიშნები, რომლებმაც დედამიწაზე უნდა იჩინონ თავი მათი წესრიგისა დამყარების დროს.
ოფლი, სიცხე და შფოთი ყველა ხე ნაყოფს იძლევა, ხოლო მანამდე ფოთლებს ისხამს ყველა ხეზე. ხორბლის მოსავალზე, ვარდის ყვავილობაზე უწინარეს და ყველა ყვავილი ყვავის მინდორში, ხოლო ზამთარის ხეები იძარცვება. ანუ აღწერა რა, შემოდგომა გაზაფხული ზამთარი და ჩვენ ესე უწოდეთ ამას. და ესენი არიან მათი დაქვემდებარებული მმართველების სახელები ბერკიელი, ზალბესელი და კიდევ ერთი, რომელიც ემატება 1000-ის თავი. სახელად ჰოლოიაზეფი. და მისით სრულდება მმართველობის დღეები. კიდევ ერთი სხვა წინამძღოლი არის, რომელიც მათ შემდეგ მოდის, არის ჰელმელეკი, რომელსაც უწოდებენ მანათობელ მზეს და მისი სინათლის ყველა დრო შეადგენს 91 დღეს. და ესენი არიან დღეების ნიშნები დედამიწაზე, სიცხე და სიმშრალე და ხეები გამოყოფენ თავიანთ ნაყოფს სიმწიფემდე და ნაყოფს გამოშრობამდე და ცხვარი წყვილდება და ორსულდება. ვაუ! დოლი არის რო ამბობენ, ხო? მე მგონი დოლს უწოდებენ მაგას თუ რაღაცას. და აგროვებენ დედამიწის მთელ ნაყოფს და ყველაფერს, რაც არის მინდვრებში. ასევე მეღვინეობა, ეს ხდება მისი მმართველობის დღეებში. ესე იგი, შემოდგომა. უკაცრავად. რა ქვია მაგას, რა თქვა? მელქელეკი, ჰელმელეკი. და ესენი არიან სახელები და წესჩვეულებები მათი და მათზე დაქვემდებარებულების გედაელი, კეელი და ჰეელი. და სახელი 1000 თავისა, რომელიც მათ ემატება ასფაელია და მისით სრულდება მისი მმართველობის დღეები. ასფაელი. პრინციპში ამას რა მნიშვნელობა აქვს, დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელი ხალხო, ჩვენის ვერ გაგვიგია რისთვის მოდივართ ამ დედამიწაზე. გავიგოთ რისთვის მოდივართ ამ დედამიწაზე და მერე ისიც მასაც აეხდება ფარდა დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელი რა, საბოლოოდ. მნიშვნელობა არ აქვს დედამიწა ბრტყელია თუ მრგვალი, მაგას საერთოდ აი სულისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა, სულისთვის მნიშვნელობა აქვს მოხვედი, სადაც რა მოცემულობაშიც მოხვედი, იქ გაქვს საქმე საკეთებელი და გააკეთე შენი საქმე. ის საქმე კი არა დილით რო სამსახურში წახვიდე და ღამით მოხვიდე და მძლივს შენი თავი საბაზანაში შეხვიდე და მოიცესრიგო თავი. მაგისთვის კი არ მოვდივართ იმისთვის რომ გავიგოთ შინაგან სამყაროში რა ხდება. დავუკავშირდეთ მაგალითად სოფიას. სიბრძნეს დავუკავშირდეთ, რამე თუ სიბრძნე სიყვარულზე მაღლა დგას. და სიბრძნეზე მაღლა კიდე ღმერთი დგას. სინათლე დგას. ასე რომ ჩემო კარგებო, რა ვიცი რა. ისეთ თემებს მოვიფიქრებთ ხოლმე, რომ თემიდან გადავუხვიოთ ხოლმე რა. აი მაგალითად ხა ეს ბრტყელი და მრგვალი დედამიწის თეორია. მაიმუნებისგან შევდგებით თუ ადამიანებისგან თუ რის. აი ესენი ყველაფერი არის თვალის ასახვევად რა და თემიდან თემას გაცილებს, თემას. კითხვები ხომ არ გაქვთ? მოდი ახლა დავასრულებ და შეიძლება დღეს კიდევ შემოგიერთდეთ. აბა გაკოცეთ.